ხარისხიანი. გვაქვს რამოდენიმე კატეგორიის ზეთი. სხვათა შორის ძალიან ბევრ ადამიანს პრეტენზია ქონდა. ეს არის ნამდვილი მობილი 530, ამ შემთხვევაში, რომელიც პირადად მაქვს ამერიკიდან ჩამოტანილი, პირადად მე ჩემს გამოფრენამდე დავტვირთე კონტეინერი. რატომღაც ადამიანებს არ ჯერათ ხშირად ამის. ეს არის თქვა უკვე 0.30 ანუ თუ ხარისხიანი ადამიანს შეუძლია მოვიდეს ჩემთან. ოღონდ საქმე იმაშია, რომ მე ყოველთვის ვცდილობ აუხსნას, რომ მაგალითად შეიძლება კონკრეტულ ზეთს სიტყვაზე ეწეროს 530 კოდი, მაგრამ ის 530 შეიძლება იყოს 5, 6, 4 სხვადასხვა სახეობის. გააჩნია ავტომობილი ძრავს, მოდელს, წელს და იმის მიხედვით ზუსტად უნდა შევარჩიოთ, იმიტომ რომ ამას უნდა კონკრეტული ცოდნა. ზოგადად ქართულ ბაზარზე თუ საქართველოში ხარ კრიტიკულად გამოვიდე, ცოდნა, კვალიფიკაცია და კონკრეტულად რაღაცა მიმართულების, ესე ვთქვათ, აი ზუსტი, დეტალური აღქმა არის ცოტა პრობლემა რა. მარტო ამ ზოგადად სხვადასხვა სფეროში, იმიტომ რომ შეიძლება მაგალითად დავუდო 3 ან 4 530 სახეობის ავტომობილო ზეთი და ვერ გაარჩიოს ადამიანმა რას რისი დაშვება, რომელი წლის ავტომობილზე შეიძლება ის გამოიყენო, ძველ მოდელზე, ახალ მოდელზე. მომხმარებელი არ არის ამაში, ესე ვთქვათ, ანუ ვალდებული იცოდეს, მაგრამ ბევრ სერვისში არიციან რა რისთვის და როგორ გამოიყენება. ვადგებით მე ისევ განათლებას, იმიტომ რომ რაღაც ელემენტად ინგლისური უნდა იცოდე, წაიკითხო, გაარკვიო, მოძებნო, რაღაცა. პროფესიონალი უნდა იყო რა. უნდა იცოდე და მარტო ის ხო არის ზეთიანტასმენი ჩაეჭვა. არა, რა თქმა უნდა, არა, მე მუშაობდი, BMW-ში, რამოდენიმე წელი ამერიკაში, Toyota-შიც მუშაობდი და განსაკუთრებით BMW-ში ტრენინგები მაქვს ამაზე გავლილი რა და ძალიან მაგარი, ერთ-ერთ ყველაზე დიდ სადილეროში, რომელიც არის Long Island-ზე, ნიუ-იორკში, იქ მუშაობდი და სუპერვაიზერ როგორც ეძახიან, ეგრე ვიყავი ხოლმე იქ და გავლილი მაქვს ეს ტრენინგები, მიღებული მაქვს ცოდნა და ვიცი რასაც ვლაპარაკობ ხოლმე.